C-ჰეპატიტის უფასო სკრინინგი გრძელდება. აღნიშნულ თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა C-ჰეპატიტსა და HIV ინფექციაზე უფასო გამოკვლევა დაიდაროს. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. მობილური ამბულატორიები თბილისში, მცხეთაში, შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში გადანაწილდება. პროექტის ფარგლებში დაავადების შესახებ მოსახლეობას საინფორმაციო განმანათლებლო სახის მასალებით დაურიგდება. ამ პროექტის მიხედვით ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ C-ჰეპატიტის დამარცხებას ქვეყანაში და მნიშვნელოვანი როლი ამაში აქვს სკრინინგ. თუ არ გამოავლინეთ პაციენტები, მაშინ რა თქმა უნდა ვერც უმკურნალით და ვერ დავამარცხებთ. გარკვეული რეკომენდაციები იქნა მათ მიერ გაცემული, რომ სასწრაფოდ დაგვიწყოს სკრინინგის პროექტები, ჩვენ ისედაც ვაპირებდით და დღეს უკვე რამოდენიმე დღის შემდეგ ვიწყებთ ამ პროექტს. წელს ჩვენ უკვე ასეთი ჰქონდა ივლისში ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 14,000-მდე ადამიანს ნებაყოფლობით ჩაუტარდა 2 კვირის განმავლობაში, ერთვა უფრო მეტს ორიენტირებული მომავალი 4 თვის განმავლობაში 50,000 ადამიანს უნდა ჩაუტარდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ანუ ყველა რაიონში. ეს იქნება ძირითადად დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ლაბორატორიის საშუალებით და ასე ღონისძიების დაწყებამდე უწყების წარმომადგენელმა წარჩინებულ მე-10 კლასელ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა. პირველი დიდი წარმატება მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა. შეხვედრის განმავლობაში კი მინისტრის მოადგილემ პედაგოგებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ვაგრძელებთ რეგიონულ შეხვედრებს სკოლის პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან. დღეს შეხვედრა ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმის პედაგოგებთან და იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რამდენადაც მოხდა აზრების გაცვლა, გამოსვლა, რეკომენდაციები მოვისმინეთ პედაგოგებისგან, გავაცანით ბიბლიარე რეფორმები, ასევე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის ასაწევად, მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, ასევე შეკითხვები იყო დასმული სქემის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მასწავლებელმა ამ სქემის ფარგლებში, აქტივობის ფარგლებში კომფორტულად ითხოვოს თავი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ჩვენი რეგიონისათვის. წარმატებული ბავშვების დაჯილდოება არა მარტო მათში იწვევს მოტივაციას, არამედ სხვა მოსწავლეებშიც, ასევე პედაგოგებისთვის იყო მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა. მრავალ მნიშვნელოვან და ჩვენთვის საინტერესო შეკითხვას გაეცა პასუხი.